უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს ის, რომ გასული დღეებისგან განსხვავებით სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობა არის მობილიზებული საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის გასწვრივ, მათ სპეციალური კორდონი აქვთ მოწყობილი აქ, რათა არ მისცეს საშუალება მოქალაქეებს გადაინაცვლონ საავტომობილო გზაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო გადაკეტილი და დაკავებული დემონსტრანტების მიერ. ასეთივე სურათი არის გზის მეორე მხარესაც, უკვე ხელოვნების სასახლის გასწვრივ, სადაც ასევე არიან სამართალდამცველები და ასევე მათ აქვთ სპეციალური კორდონი ჩაყენებული. აქ იმყოფება ასევე შინაგან სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან მაისურაძე. ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ დაკავებების სერიას, რაც ცოტა ხნის წინ მიმდინარეობდა რუსთაველის გამზირზე. ზუსტად რამდენი მოქალაქე არის დაკავებული, ჯერჯერობით არის უცნობი, ოფიციალური ცნობა ამის შესახებ შინაგან სამინისტროს ამ ეტაპზე ყოველი შემთხვევისთვის არ გაუხსენებია, თუმცა ევრონიუს ჯორჯიას კამერამ დააფიქსირა რამდენიმე მოქალაქე, 10-მდე მოქალაქე დაახლოებით, რომელიც ძალისმიერი მეთოდებით გადაიყვანეს საპოლიციო ეკიპაჟებით, სავარაუდოდ საპოლიციო განყოფილებებში, მათ შორის ქალებიც, სამოქალაქო აქტივისტებიც. ერთ-ერთი არის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ვაჟა გაფრინდაშვილი ექიმი, რომელიც ტყვეობაში ყავდათ სეპარატისტებს წლების წინ რამდენიმე კვირის განმავლობაში. ისიც გადაიყვანეს საპოლიციო უწყების თანამშრომლებმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. ძალის გამოყენებით რამდენიმე პოლიციელი კიდევდა ხელს აქციის მონაწილეებს და შემდგომ მათ ათავსებდნენ დროებითი ათავსებდნენ საპატრულო პოლიციის დაკავების, ეგრეთ წოდებული დაკავების მანქანებში. თავდაპირველად რითი დაიწყო სიტუაციის დაძაბვა და რა მოხდა რუსთაველის გამზირზე. როგორც ყოველთვის მოქალაქეები დაახლოებით საღამოს 8 საათისთვის შეიკრიბნენ საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან. მას შემდეგ რაც ტროტუარზე შეგროვდა გარკვეული რაოდენობის მოქალაქე, მათ გადმოინაცვლეს უკვე გზის სავალ ნაწილზე, თუმცა სამართალდამცველებმა მიიჩნიეს, რომ მათი რაოდენობა არ იყო საკმარისი, ამიტომ სპეციალური გამაფრთხილებელი შეტყობინებით მოუწოდეს მათ გაეთავისუფლებდნენ გზის სავალი ნაწილი, თუმცა მსგავსი სურათი შეტყობინებების ნაწილში და მოწოდების ნაწილში მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით და წინააღმდეგობის გარეშე მიიღო ის საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალ და აღროვათა კოდექსში, რომლის მიხედვითაც გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის და ასევე აქციაზე სახის დაფარვის გამო მოქალაქეებს უკვე ადმინისტრაციული წესით უშვებს პატიმრობაში და არა აჯარიმებს, ანუ სრულად არის ამოღებული ეს ჯარიმის კომპონენტი. ჩვენ გვინახავს, რომ სამართალდამცველები დროებითი სამართალდამცველები აფრთხილებდნენ უბრალოდ აქციის მონაწილეებს, რომ ისინი დაშლილი იყვნენ, გადაინაცვლათ გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე და იქ გამოეხატათ თავიანთი პროტესტი. თუმცა დღეს განსხვავებული ვითარება იყო იმ მხრივ, რომ სამართალდამცველები უშუალოდ გამოჩნდნენ ამ პერიმეტრზე საკმაოდ მრავლად და მათ უკვე ძალისმიერი მეთოდები გამოიყენეს, ფიზიკური ძალა იგულისხმება ამ შემთხვევაში და დაიწყეს მოქალაქეების დაკავება. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ შინაგან სამინისტროს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუცელებია და სავარაუდოდ ძალოვანი სტრუქტურა მიაწვის მედია საშუალებებსაც და საზოგადოებასაც ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რამდენი მოქალაქე არის დაკავებული და თუ არის დაკავებული ის ადმინისტრაციული წესით. ასევე აქვე საგულისხმოა, რომ გარდა გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვისა პირბადით ან სხვა საშუალებებით, სისხლის სამართლის კოდექსშიც შევიდა ახალი მუხლი, რომლის მიხედვითაც მესამედ დაუმორჩილებლობა პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი უკვე სისხლის სამართლის წესით არის დასჯადი, ადრე თუ ეს ადმინისტრაციული წესით ისჯებოდა, ახლა უკვე სისხლის სამართლის კოდექსის უფლებამოსილებაში და შედის ეს დარღვევა. მე ვთხოვ ევრონიუს ჯორჯიას ოპერატორს ლევან შერმადინს გაჩვენოთ რა ვითარება არის ახლა რუსთაველის გამზირზე, ვეცდებით გადავინაცვლოთ მიმდებარე ტერიტორიაზე საკანონმდებლო ორგანოსი, სადაც მოქალაქეები ტროტუარზე არიან შეკრებილები და გამოხატავენ თავიანთ პროტესტს. აქ დღეს საღამოს იყო დაგეგმილი დაკავებული ჟურნალისტების მხარდამჭერი საპროტესტო აქცია. იწყებოდა კიდეც ეს საპროტესტო აქცია, აქ შეიკრიბნენ მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ვახოსანაიას, კეთაციცქიშვილის და ასევე ციგაჟვანიას კოლეგები, ასევე სისხლის სამართლის წესით პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის კოლეგები. აი ხედავთ ახლა ბანერიც აქვთ მათ გაშლილი და ისინი მოითხოვენ კვლავ მზია ამაღლობელის გამოცემების ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომელსაც დღეს როგორც ევრონიუს ჯორჯიას მაყურებელმა მოისმინა, ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო სახაროვის პრემია გადაეცა ბელარუს ჟურნალისტთან ერთად და ამ მოთხოვნის
მოგონით მოქალაქეები არიან შეკრებილები დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან, თუმცა დღის წესრიგი შეიძლება ითქვას ამ მშვიდობიანი პროტესტისა შეიცვალა, მას შემდეგ რაც დაიწყო დაკავებები და სავარაუდოდ დღეს მთელი საღამოს განმავლობაში ასევე მოქალაქეები მოითხოვენ იმ პირების გათავისუფლებასაც, რომლებიც დააკავეს თუნდაც დღეს საღამოს ან გასული საათების განმავლობაში. შინაგანსა სამინისტრო მანამდე გაავრცელა ინფორმაცია დაახლოებით 17 საათისთვის, რომ ადმინისტრაციული წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული ბოლო 24 საათის განმავლობაში არის დამატებით კიდევ 12 პირი. პატიმრობაში იმყოფებიან ასევე ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტები ვახოსანაია და ქეთაციცკიშვილი. ვახოსანაიის შემთხვევაში 6 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენა სასამართლომ, 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა კი შეეფარდა ამავე ტელეკომპანიის კიდევ ერთ ჟურნალისტს ქეთაციცკიშვილს და 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ტელეკომპანია ფორმულას სოციალური მედიის ჟურნალისტ ცირა ჟვანიასაც. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან აქ შეკრებილები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან დაკავებულები დემონსტრაციების ფარგლებში და ცნობილია, რომ არაერთმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამაც გაავრცელა განცხადება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, სადაც მოუწოდებდა ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომ შეწყვიტოს მათი შეფასებით რეპრესიული კანონმდებლობა და რეპრესიული ზომები მშვიდობიანი დემონსტრანტების და ასევე ჟურნალისტების მიმართ.